აუტანელია ხალხი ეს ოპოზიციაში რადიკალურად პოზიციებს ვაფიქსირებ და იბრძვის და ზოგიერთი ამის აჯანყებას აცხადებს თუ ამზადებს 4 ოქტომბერს. აუტანელია ეს ხალხი რომ კობახიძეს ებრძვიან კობახიძის კონსტიტუციის დასაცავად. უბრალოდ ეს სასაცილოც კი აღარ არის უკვე რომ დარბი ხარ კობახიძის კონსტიტუციით და აი ეს წესი უნდა დავიცვათ. ეს კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. ნებისმიერ საღადმოაზროვნე საზოგადოებაში ამ ვითარებაში ჩემი აზრით თავარი ამოცანა იქნებოდა კობახიძის კონსტიტუციის დაგმობა და ახალი უკეთესი წესრიგის მოწყობა. მე მგონია რომ კობახიძის კონსტიტუციის დაცვა ოპოზიციის მხრიდან არის შიზოფრენიის რაღაცნაირი სახეობა. არ იხსნება როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც ებრძვის კობახიძეს, ბიძინას, ქართულ ოცნებას, ებრძვის იმიტომ რომ კობახიძის, ბიძინას და ქართული ოცნების ერთპარტიული, ერთპიროვნული კონსტიტუცია დაიცვას. ის კონსტიტუცია, რომელმაც ესრიგი შესაძლებელი გახადა. აი, როცა ასეთ მარაზმს უყურებ, ბუნებრივია ხვდები, რომ ასეთი იდიოტები ხო არ შეიძლება ყველა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ხო არ შეიძლება მოისყიდო რომ ეს აკეთებინო და მე იწყება ეს დისკუსია, ხან იდიოტებს ყანა, ხან მოსყიდულებს.